Hello. ეს მაცივრის ხმა თუ ისმის? ეს მაცივრის ხმა არის. არ ვიცი რა ხდება მან რაღაც გადატვირთვა არის ხოლმე ღამღამობით. როგორ ხართ? ესე იგი ცოტა წყალი შევისხი სახეზე. გავგროვდი აი დღეს რო ცხელოდა და დღეს რო ცხელა და დახუთულობა არის აი არ ვიცი აგვისტოს მიწურულს მოკლედ. ამ ვენტილატორსაც რაღაცა ჭირს მოკლედ დიდი ხმა აქვს და მაგის ხმაურს რომ არ ვუსმინო მე ვთიშავ ხოლმე. ესე იგი ახლა არის 12 დაიწყო. ვფიქრობდი რომ უკვე წინავს ლუკას, მაგრამ როგორც კი კამერა ჩავდი, მაშინ გამოვიდა წყალი მინდაო. დალია ლუკამ წყალიდან. მის გასწორება მინდა. მაგრამ აზრი არ აქვს ხალხო, ამიტომაც დავდივარ ესე. არც ტალღით და არც ხვეულით და არც სწორით და არც ისეთით. რო ვერ დააკონკრეტებ ისეთი თმით. თმის ეს მანქანა მომეწონა. ხო. მოკლედ დავიხუთე დღეს. ჩემს მოზებსაც წინათ. ლაპარაკის გარეშე. აი რო ისაუბრო და საუბრობ და არაფერზე არ ისაუბრებ რა, უბრალოდ ისაუბრებ რაღაცაზე. გონიათ ეგეთი. ამ ბოლო დროს გრძნობმა ვხვდები ხოლმე რომ ძალიან გადავიღალეთ მოკლედ და მისბრალია. ხო, ესე იგი როგორ ვუმალავ მზეს აი ამ ადგილს ისე მაცვია ხოლმე ეს პერანგი ესე შევიკრავ ხოლმე გარეთ რომ დავდივარ. აი ესე მაგ ხოლმე შეკრული ის. ეგრე მაცვია ხოლმე ძირითადად მაინც პერანგი და მოკლედ. მაინც დამეტყო იცით. ხელებზე კი ეხლა რა თქმა უნდა, არა უშავს ხელებზე. აი აქ ოდნავ წითელია. მაინც დამეტყო. ამას ახლა წავითხრა, მიმეთვალები კი მაქვს და საბანი, მაგრამ არა უშავს. გავიწმინდა თვალებს დავიბან ეს ახლა უბრალოდ მომწონს ეს ფანქარი რომ ისვიან და დავტესტე. კარგად ვიწავში რა თქმა უნდა ჯერ უნდა დავუყამო ყველა ფანქარი ისე რა ლაინერი ფანქარია მოკლედ. ლაინერი არ არის, არა ფანქარია როგორ ეძახიან ეს სხვანაირია რაღაცნაირი. ესეც ასე ხო უფრო აწითლდები ლიკუნა. რა კაი. ასე ვისაუბროთ. მოდი რამეზე ვისაუბროთ. არ ვიცი ასე. ასე ვისაუბროთ რაზე. შხილები გამიზარდა ისევ ვფიქრობ. ახლა მაინც ხარ წავისწავლეთ კი. ლაკი რამე წითელი ფერის. კაი ხო უბრალოდ მამაყლა გავიფიქრე. ახლა მაგის ნერვები არ მაქვს. ცხელა. ძალიან ცხელა. ახლა კამერას რო გამორთავ, მე კი ჩავთავ მიუხედავად იმისა, რომ ხმაურობს ძალიან, მაგრამ კარი დაკეტილია, იქით ხმა ისე არ გადის ახლა. რო ვენტილატორის ხმა გავიდეს. ხო და ეს ვიდეო შემოხდა 90-იანი წლების
რაღაც ფოტოები და რაღაცას ქონდა ძველი ვიდეო კადრები ეთყობა, ვიდეოებს იღებდა ალბათ მაშინ არავის რო არ ქონდა კამერები და ერთი ადამიანი ყველას დღესასწაული რო იყო ხოლმე და დიდი პატივი რო იყო ვინც ვიდეოს იღებდა, მაგრამ ძალიან დიდი პატივით ხვდებოდნენ ყველგან და ისეთი კადრები ქონდა ვიღაცას გადაღებული სამეგრელოში. ბავშვები, გოგოები, ბიჭები, რაღაცა ადგილები, ისე ლამაზად, ხო, ძალიან უბრალო, მარანაირი ეფექტების და რაღაცეების გარეშე, მაგრამ აი ცოცხალი კადრები და ისე მე ამ რაღაცნაირად გადამაგდო ბავშვობაში, ავტკბი მოკლედ. გუშინ შეხვდა რაღაცა პოსტი ნეტავ აი ამ თემაზე 90-იანებს ესე რომანტიზებული რო არის რაღაცნაირად მეც მიღიმება ეხლა რა ვქნა მიუხედავად ყველაფრის რაღაც ცუდ რაღაცებზე ცუდ რაღაცა კი არ ენატრებად ადამიანებს ენატრებად მე ისე ვფიქრობ თავიანთი ბავშვობა ის პერიოდი ანუ ის დრო რომელსაც იმ დროში ვეღარ დააბრუნებენ საკუთარ თავს ხო და რა თქმა უნდა თავიანთი საუკეთესო წლები ენატრებად ეს იმას არნიშნავს რომ ვინმე სიბნელი ენატრება ან შიმშილი ან რაღაცა ხო და პოსტი იყო ესეთი რომ ნეტავ რა ენატრებათ როცა ესე საუბრობენ ის რომ მართლა კარგი იყო და იყო კადრები როგორ ეზოში როგორ ანთებდნენ ცეცხლს უშუქობის დროს და ერთად რომ ამზადებდნენ რაღაც დიდ ქვაბში და იცით მე რომ ვუყურებდი ამ კადრებს მართლა რაღაცნაირად ეს ძალიან ბუნებრივია არ ვფიქრობ რომ ვინმე ამას რაღაცა დრამატიზებს და რაღაცა ისე ხელოვნურად არა ძალიან გულწრფელი ემოცია არის იმიტომ რომ ჩემთანაც კი როცა ამ კადრებს ვუყურებ და ვუყურებდი ჩემთანაც ზუსტად ეგრე მოვიდა ეს ემოცია და რა ვიცი მე მგონი ნორმალური არის ესეთი დამოკიდებულება და ესეთი რომანტიული რაღაცა შეგრძნებები როცა ახსენდებათ ყველაზე კბილად მაინც მიუხედავად იმისა ახლა თუ ძალიან საშინელი ბავშვობა ქონდა ადამიანს შეიძლება მაგრამ ყველაზე კბილად მაინც ხო და ყველაზე მეტად მაინც ბავშვობა ენატრებათ ჩვენ დიდი ბავშვები ვართ ყველა დიდი ბავშვები ერთი დღით დაუბრუნდებოდი აი ერთი დღით რაიმე ერთი დღე რომ იყოს აი რომელ დღეს როგორი დღე იქნებოდა რომ შემეძლოს ერთი დღე ან რომელიმე ერთ დღეში დავბრუნდე და ის დღე ვიცხოვრო როგორი იქნებოდა ეს დღე ნეტავ რომელ დღეს დააბრუნებდით ან რომელ დღეში დააბრუნდებოდით როგორი იქნებოდა ეს ძალიან აი დილიდან საღამომდე ის დღე რომელ დღეს გააცოცხლებდით რომელიც უკვე სულს დიდი ხანია ჩაბარდა მოვიფიქროთ აბა მეც მოვიფიქრებ და როგორი ადამიანის ფსიქიკა პირველი რა გახსენდებათ ალბათ ეგ არის აი პირველი რაც გახსენდებათ ეგ არის აი რომელ დღეში დაბრუნდებოდით რომელ დღეს გააცოცხლებდით და იცხოვრებდით ის პატარა სიხარული იმ დღის განცდის პირველი რაც მომაგონდა ალბათ გავიღვიძებდი იმ ოთახში სადაც ვიღვიძებდი ბებოსთან ერთად გავიღვიძებდი იმ ოთახში იმ მოგილში სადაც დავხტუნავდი ხოლმე თან დღისით
და შუა დღეზე იქ რომ მეძინა ხოლმე ჩვენს მეზობელს ქონდა სახლში ბიბლიოთეკა და ის მთხოვნიდა ხოლმე ჟურნალებს, წიგნებს და რაღაცებს და შუა დღეზე ვკითხულობდი ხოლმე იქ. ხო, ბებასთან ერთად მეძინა, ხო და აი იმ დღეს დავაბრუნებდი ერთს და ყველა დღე თითქმის აი ერთნაირი იყო, მაგრამ არასოდეს არ იყო მოსაწყენი. და მოსაწყენი იცით როდის გახდა, როცა გავიზარდე. დიდი რო ანუ უკვე დიდი რო ვიყავი, მაშინ მე ვამბობ, აი ბავშვი როცა ვიყავ. იმიტომ რომ მაშინ სულ სხვა რაღაცები იყო, მნიშვნელოვანი სულ სხვა, ხო, სხვანაირად ვხედავდი, ვერ ვამჩნევდი რაღაცებს და არ მესმოდა და ვხედავდი სილამაზეს, ვხედავდი ყველაფერს. და იყო იმ სახლში ზუსტად ისე ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში იმ ასაკში ესე მახსოვს. ხო და დავბრუნდებოდი ესე ერთ დილას, როცა ვიღვიძებ და ზუსტად ვიცი რომ ბებო ახლა ადგა. გავიდა ამ ჩვენი საძინებლიდან პირდაპირ კიბესთან იყო და ჩადის პატარა სახლი გვერდით რომ დგას, სადაც მთელ დღეს იქ ვატარებთ და მეორე სახლში უბრალოდ გვძინავს. ხო და ბებო ანთებდა ხოლმე ცეცხლს. ეზოში რო ჩავიდოდი პირველ რას ვაკეთებდი, ხან ფეხში შველა, ხან კიდე ის რაღაც რეზინის ჩუსტები იყო, ის რო სველდებოდა ცალ მეყვარდა. და ეს რაღაც ბალახი რო თითებზე რო გედება და ესე რო გაქ ხო შემოვირბენდი, ესე შემოვივლიდი ამ მინდორს ნამიანს მერე მივიდოდი ეგრეთ წოდებულ უმივალნიკთან, ესეთი ეზოში რო გქონდა, ესე ხელს რო მიაჭერდი და წყალივდი. ჩავხედავდი ხოლმე ესე ზევიდან, თუ იყო სავსე, რომ დიდხანს მინდოდა რომ ყოფილიყო და ბოლომდე ჩავცლიდი ხოლმე. ხო, იქიდან შევიდოდე მერე სახლში კარებთან, პირდაპირ კარებთან არის, ახალც არის მე მგონი, აი ის შეგრძნება რომ იქ შევდივარ და ცეცხლის კაცუნი ისმის და ეს შეშის სურნელი რო დგას და ცხელი პურის სურნელი. დილის ჩაი, ბებიას საუბრები, ბებია შაირებს მასწავლიდა ხოლმე და მერე მიყვებოდი ამ რაღაცებს რომ მოითავებდა დილის საქმეებს იყო ძროხა, რომელსაც წველიდა ხოლმე და რომელსაც მე მეშინოდა და არასდროს უბრალოდ ესე თითებს დავატებდი ხოლმე ესე მომაკიდინებდა ბებია ხელს და მერე გავბოდი, აი რო ვეხებოდი მაგისიც მეშინოდა. ხო, მაგის მერე უკვე ბოსტანში იქაც სულ კუდში დავსდევდი, აი ბებია ჩემის კუდი ვიყავი. ბებია ჩემი კიდე მოусვენარი იყო, არასდროს არ იჯდა, სულ დადიოდა და ამ ბოსტანში შემოვიდით, იქ მორწყვა უნდოდა თუ რა უნდოდა, რაღაცა დასაკრეფი იყო უკვე. წავიდოდით მერე წისკვილში. როგორ მახსოვს, ესე რომ ავიდოდი ხოლმე კიბეებზე, ხის კიბეები იყო შიგნით და ჩავხედავდი ესე იმ ხელა ისეთი ის როგორ იფქვიბოდა, სწორად ვთქვი მე მგონი. ხო, და როგორ მოგქონდა ხოლმე ეს ტოლმარა და გზაში ბებია ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრებოდა. წისკვილში წავიდოდით კიდევ, მიყვებოდი ხოლმე რომ აი გიждდებოდი ისე მიყვარდა. წისკვილს რო იტყოდა ხოლმე, ვიცოდი რომ უფრო გრძელი გზა იყო და დიდხანს ვივლიდით ეს. უკანაც მერე ხანვის დაელაპარაკებოდა ხანვის. ნუ იქ ღომი ყოველდღიურობა, ყველაფერი მოკლედ. მე მაინც უფრო ბებია ჩემს მეხსიერებაში ესე არის და ჩემი სამყარო მაშინ ესე იყო და დიახ, ამ დღეს დავაბრუნებდი
ბებიაჩემ იცოდა კიდევ ღამე წასვლა ხოლმე სადმე ვინმესთან. როგორ მახსოვს ისე მიხაროდა ხოლმე. მეც წამეყვანდა ხოლმე. სადაც მიდიოდა ყველგან მივყავდი, მე თუ იქ ვიყავი, სადაც მიდიოდა ბებოს ყველგან მივყავდი. ხო და აი ესეთ ერთ დღეს ვაჩუქებდი ჩემ თავს და ესე გავიღვიძებდი იმ ოთახში ბებოსთან ერთად, ვიტრიალებდი მთელი დღე და აი ამ ემოციებით დავუბრუნდებოდი. და ზუსტად ეგეთი განცდა მაქვს ახლა. ალბათ ეს არის ზუსტად რა რომანტიკაც და რა სენტიმენტებიც და ემოციებიც მოაქვს ამ საკითხზე 90-იან წლებზე რო საუბრობენ, რეალურად წლებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის ასაკი, რომელ ასაკში, რომელ დროში იყო ადამიანი და ყველას უნდა ბავშვობაში რომ რაღაცა იმოგზაუროს. ზოგიერთ ადამიანს შეიძლება მომავალში უნდადეს მოგზაურობა, მაგრამ მომავალში არა. ვისურვებდი რომ ყველაფერი სიურპრიზი ყოფილიყო და არ მცოდნოდა, მაგრამ წარსულში ლამაზ მოგონებებში და ლამაზ დღეს გავაცოცხლებდი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სევდიანი მოგონებებიც არის, ძალიან ბევრი, მაგრამ თუ კი მოგონებებს ვაცოცხლებთ და ვიხსენებთ, რა თქმა უნდა, ადამიანს ენატრება ის, რაც უხაროდა და რაც მოსწონდა და რა დროსაც ბედნიერი იყო. ხო და გავაცოცხლებდი ასეთ დღეს ბებოსთან ერთად. აი ასე, თქვენ რომელ დღეს გავაცოცხლებდით? ვის ნახავდით, ვის შეხვდებოდით? სად დაბრუნდებოდით? რა ადგილას? ხანდახან მაქვს ხოლმე პირველად მქონდა ეს განცდა, როდესაც სკოლის დამთავრების მერე გავიდა 1-2 წელი და უცებ გავიღვიძე და ვფიქრობდი, რა მალე გავიდა. სკოლაში რომ დავდიოდი, მეგონა რომ სულ ასე იქნებოდა, დიდხანს. პირველად მაშინ გამიჩნდა ეს განცდა, რომ რა მალე გავიდა ბავშვობა, ეს წლები რა მალე გავიდა. მერე ელა რომ მყავდა, უკვე მაშინ ვიფიქრე, რომ მეთქი რა მალე გადის დრო. და ამ ბოლო დროსაც მქონდა აი კონკრეტული დღეც კი გამახსენდა სკოლაში პერიოდში რამეც რაღაცა ლურჯი ესეთი ჟაკეტი, ხო, ესეთი ლურჯი, ლამაზი, გრძელი რაღაცა ჟაკეტი მეცოდა, ძალიან მომწონდა. ეს რომ მეცვა რაღაცნაირად ვგრძნობდი ხოლმე თავს და ეს გამახსენდა, ეს რომ მეცვა როგორ ვდიოდი ამ სკოლის კიბებზე და ისევ გავიფიქრე, რა მალე გადის დრო, ხალხო, ძალიან მალე გადის დრო. აი, არ ვიცი, ძალიან მალე. და ელას რო უყურებ ხოლმე, ელამ გამოიტანა ფოტო. სადაც ელა არის 1 წლის და ქორწილში ვარ სადღაც და ლამაზი ფოტო არის ერთად გადაღებული. და მითხრა, რომ ასეთი ფოტო მინდა, რომ ეხლა გადავიხოთ. დაბადების დღე რომ იქნებაო და მოკლედ თავის დაბადების დღეს ისე ელოდება, ძალიან უყვარს, ყველას უყვარს. ბავშვებს ძალიან უყვარს, მაგრამ ელას განსაკუთრებით უყვარს თავისი დაბადების დღე, ხო და ძალიან ელოდება. რაღაცებს გეგმავს, იქ მეუბნება, ესე მინდა, ისე მინდა და ესეთი ფოტო მინდა, რომ გადავიღოთ დაბადების დღეზე და მეთქი ესეთი როგორ უნდა გადავიღოთ, მაგრამ რაღაცა ფოტოს გადავიღეთ. ხო, ელას რო უყურებ, მაშინ ხვდები, რომ ეს ფოტოს რო დავხედე, თითქოს გუშინი იყო. ძალიან მალე გადის ხალხო დრო და მალე გადის. გავიხედავთ და უკვე გასული ცხოვრება. ვიცხოვრეთ.
ვფიქრობ რა ინამალი გადის ცხოვრება და ნეტავს სხვანაირად ვიყოთ და რაღაცა რომ შემეძლოს ეგრე ირგვლივ რო იყოს მაგრამ მე შემიძლია უამრავი ადამიანი ზოგი ფეიქით, ზოგი არც ისე ფეიქით სადღაც ვიღაცებს უწერენ რაღაცებს ლანძღავენ სრულად მიზეზოდაც შეიძლება იყოს და იმდენ დროს ხარჯავენ ამ ყველაფერში და ზოგი კიდე სხვა ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს აი ვიდეოებს რო ჭრიან ხოლმე და ყოველდღე რო დებენ ვიღაცის ვიდეოებს აი ფიქრობ ხოლმე რომ ხა უცებ წარმოვიდგენ რომ როგორ ანუ მისი ცხოვრება ყოველდღე ამ ადამიანის ასე ვთქვათ ბჭყალებში დევნით მაგრამ ბჭყალებშიც არ არის საჭირო მიგვირს უბრალოდ ცხოვრება ძალიან მალე გადის იმისოდ რომ ეს ხდებოდეს ვინმეს ცხოვრებაში მსგავსად რატომ აყენებენ ამდენ შეურაცხყოფას ერთმანეთს და არც ვიღაცა დააჯარიმეს 500 ლარით და ეს შემოხდა ვიდეო ვიღაც კაცის ახალგაზრდა მამაკაცის რომელიც აკრიტიკებდა ასე ვთქვათ არა აპროტესტებდა ვიღაცის დაჯარიმებას 500 ლარით ვინც დაუწერა შორენა ბეკაშვილს რაღაც საქორწინო ფოტოს ხვევით Facebook-ზე მე მგონი არ ვიცი ზუსტად სალანძღა რაღაცა გინათ შორაცხყოფა მიაყენა მოკლედ ძალიან ცუდი რაღაცები დაუწერა და ამის გამო დააჯარიმეს თურმე და ამას განიხილავდა აპროტესტებდა ეს რა არისო სიტყვის თავისუფლება არ არის სიტყვის თავისუფლება ეგ არ არის სიტყვის თავისუფლება როდესაც რა თქმა უნდა ეხლა ამ ჯარიმების ამ თემას მე არ ვეხები მე სხვა რამის გამიხილავ იმიტომ რომ რა ვიცი თუ ვინმეს ისე აქვს საქმე რომ უნდა დააჯარიმონ მაგის გამო რომ ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს ხო აი სიტყვის თავისუფლებაც მესმის აზრის გამოხატვას განსხვავებული პროტესტიც მესმის მთავრობის მიმართ ხო ეს ცალკე თემა ამისთვის იყო ხო შექმნილი ეს უფრო ხო ეს კომისია მაგრამ რანაირად შეიძლება დაარქვა სიტყვის თავისუფლება რომ ვიღაცას ქორწილი აქვს ქორწილის ფოტო უდევს ანუ ეს არის მისთვის ბედნიერი დღე ხო ეს არის დღესასწაული რო ამბობდნენ აქ შეურაცხყოფა მიაყენეს ქართულ ქორწილსო და რაღაცა ხო ხდება ანუ ვიღაცას აქვს ბედნიერი დღე და ვიღაცა ქალი წერს კომენტარს რომ აი აგინებს შეურაცხყოფას აყენებს მის ვიზუალს ეხება მის მეუღლეს ეხება ანუ არ საიდან მოდიხარ შენთვის არაფერი დაუშავებია რაიმე პირადი ინტერესი რო გქონდეს არაფერი დაუშავებია ადამიანს ქორწილი აქვს და წესით და რიგით საქართველოში ვართ ხო რადგან ქართული წესი და როგორც ამბობენ ადამიანობა მოითხოვს ხო იმას რომ მიულოცო ადამიანს თუ არ მოგწონს მაშინ საერთოდ არაფერს არ მიულოცა და არ ეტყვი ხო მაგრამ შეურაცხყოფას არ მიაყენებ იმის მაგერად რომ მიელოცა თან არც დაუმალავს თავისი გვერდით ანუ ესე იგი ნორმა არის რომ მიხვიდე იმიტომ რომ ცნობილი სახეა რა მნიშვნელობა აქვს ქორწილი აქვს და რატო აყენებ შეურაცხყოფას და აგინებ და აი არ ვიცი და რატო არა მაგალითად რომ აი გილოცავ ბედნიერი იყავი რატო შეიძლება თუ მე არ დამიწერია მაგალითად არ წერ კომენტარებს ხოლმე მსგავსი რაღაც მაგრამ თუ დავწერდი მაშინ მივულოცავდი ხო ადამიანს თან მე არ მესმის შორენას მიმართ ეს სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა შორენას მიმართ ასეთი აგრესია
და ამდენი ნეგატიური კომენტარი და რაღაცა დამცინავი, იმიტომ რომ საერთოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კეთილი ადამიანია. არა ვიცი, მე არ მახსენდება რაიმე მაგ ადამიანის თავისთვის ცხოვრობდა, გაზარდა თავისი შვილი, მუშაობდა და რა ვიცი, რავი, ვის რას უშლიდა, ვის რას უშავდა, ეხლა მით უმეტეს, ქორწილი. რამდენი ვისაუბრე ამაზე, უბრალოდ კონკრეტულ პიროვნებაზეა საუბარი. აი თვითონ ის ფაქტი, რომ ვიღაცას ჰქონდა დღესასწაული, ქორწილი და აი ესე საჯაროდ მიდიხარ და უწერ შეურაცხყოფას აყენებ, ეს არ არის სიტყვის თავისუფლება, ამის თქმა მინდოდა და ვიღაცა მამაკაცი კიდე იცავდა იმ ადამიანს, ვინც დააჯარიმეს. იმ ადამიანისთვის კი ეგ იქნება მაგალითი, რომ უბრალოდ ესე არ მივიდეს და ვიღაცას შეურაცხყოფა არ მიაყენოს. ხო, რა ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში ძალიან არასწორი მგონია ესე მიხვიდე და დღესასწაული რო ადამიანს ქორწილი აქვს და ამ ფოტოზე საძაგლობები, ოღონდ არ არის აზრის გამოხატვა რა, ვინმე გამოკითხვა ჩატარდა თუ რა. ასე რომ ძალიან მალე გადის ცხოვრება და სამწუხაროა, რომ ჩვენ რებს მივით მოვეჭვით. იცით რამდენ რამეზე მწყება გული. ხან და ხან ფიქრობ, ნახევარი ხომ არ დარჩა ჩემი გული. ნახევარი. ერთი გოგოს ვიდეო შემოხვდა TikTok-ზე, მსგავსი თემატიკა მხვდება, იმიტომ რომ ხშირად მსგავს ვიდეოებს უყურებ და მე TikTok-ი ესე მუშაობს. მე გაწვდის იმას. ამ გოგოს ჰქონდა ესეთი ვიდეო, როგორც კი შევწყვიტე, ყოფილიყავი კომფორტული ადამიანებისთვის, ალბათ იგულისხმებოდა მეგობრები, ის წრე, რომელშიც სტრიალებდა კოლეგები, ნათესავები, ყველა, აბსოლუტურად. როგორც კი შევწყვიტე, მათ სასარგებლოდ არსებობა და ჩემი თავი დავაყენე პირველ რიგში და როგორც კი გავხდი არა კომფორტული მათთვის. დავრჩი მარტო და დარჩნენ ერთეული ადამიანები ჩემს გვერდით. ეს განცდა მაქვს, მეც რატომღაც ვიფიქრე, რომ მეთქი ხომ არ რეზონირდება ეხლა ჩემთან ეს რო შემხდა, მეც ხომ და კი ალბათ ესე არის. ლუსი მეძახის გაიღვიძა და ახლა ლუსის უნდა რომ მიავდგე და ესე ვარიწიო და ორ წუთში დაიძინებს. ესე იგი შოქი უნდა გავართოთ, რომ ეს შოქი შეაწუხებს, უბრალოდ მაინტერესებს რამეს თუ იტყვის. რაოდე, რა ჩემო პატარა, შევიდი.